მიხეილ სააკაშვილი ცენტრალურ მთავრობას მოუწოდებს ბათუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად საჭირო თანხები გამოყოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა აჭარის მთავრობასა და ბათუმის საკრებულოში. გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრება და ვინ დააფინანსებს სამუშაოებს. საქართველოს პრეზიდენტი ნაპირგამაგრების პროექტის შეჩერებას შეცდომას უწოდებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს სამუშაოების დასასრულებლად საჭირო თანხები მოიძიონ. სტორმის შედეგად დაზიანებული ახალი ბულვარის სანაპირო პრეზიდენტმა დღეს ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. ეს პროექტი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ოქროს ქვიშა. ეს პროექტი არის რომ წყალმა არ წაიღოს ბათუმი. და ყველა ვიცით, ეს პროექტი გააჩერა, ან შეაჩერა, ან ეჭვისთავად უყურებს ჩემ ჯინაზე, მოდი დაივიწყეთ ჩემი არსებობა და შეხედეთ კიდევ ერთხელ ამ შტორმმა გაგვახსენოს ყველას, ამ ქალაქს ემუქრება წაღების საფრთხე. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თავის დროზე ნაპირგამაგრების პროექტი ახალმა ხელისუფლებამ სოციალური პროექტების სანაცვლოდ შეკვეცა, რის გამოც სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი გამაგრების გარეშე დარჩა. პროექტის განხორციელება ევრაზიის ფონდის თანადაფინანსებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერით იგეგმებოდა. ქალაქის მერი გამოსავალს კვლავ ცენტრალური მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერაში ხედავს. რა თქმა უნდა, ცენტრალურ მთავრობამ უნდა დაგვეხმაროს და ვფიქრობ, რომ თავის დროზე არ მოხდა ჯეროვნად ცალკეული პროექტების გადახალისება ან ინდივიდუალურად შეფასება, რომელი პროექტი აქტუალური ამ ეტაპისათვის, რომელი პროექტია ვთქვათ, ისეთი, რომელიც რამოდენიმე წლის შემდეგ დავიწყოთ. სტიქისგან დაზიანებული კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი იყო. მიხეილ სააკაშვილმა პროექტის ბათუმი ბარაკების გარეშე გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების კატეგორიაში მოიხსენია და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში თანხას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც გაიღებს. აქ უკვე ყველა ექსპლუატაციის ვადები გასულია, თავის დროზეც არ შეიძლება ხალხს ხო. ამიტომ ერთადერთი შანსი ახლა არის რომ მთავრობა სერიოზულად მიუძღეს ამას, დაუბრუნოს, აღუდგინოს ბათუმის დაფინანსება და ასევე ხელი შეუწყოს ბინადრშენებლობის განვითარებას და ეს პროცენტი, რომელიც ბინადრშენებლობა იღებს ქალაქი, მიწეს ისევ ამ ხალხს. უკვე დაზიანებული იყო კედელი და ჭერი შეცილებული იყო ერთმანეთს და ჩემში შეეშინდა და ბალკები შეუყუდა. ეს ბალკები რომ არ ყოფილიყო სახლი, ახლა არაფერი არ იქნებოდა, ის ვირთხებით მოვიტყუებით. ეხლა ერთოთახიანი ბინა ვიქირავეთ, ხო და იქ ვართ 4 სული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ პროექტი ბათუმი ბარაკების გარეშე ბარაკებში მცხოვრები ადამიანებისთვის განხორციელდა. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით 2008 წლიდან ამ კატეგორიის ადამიანებზე 199 ბინა გაიცა, თუმცა არა ამ პროგრამით. ძირითადად ხალხი არის დაკმაყოფილებული. ლერმონტოვის ჩასახლებაზე, ასე ვთქვათ, ეკომიგრანტები რო ჩამოსახლენ იმ ადამიანებს მიეცა ბინა, ასევე ყინულის სასახლის ტერიტორიაზე, ასევე ადლიის გამწვენი ნაგებობის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენებულიყო. აი, ძირითადად ეს ბინები არის გაცემული და არა ბათუმი ბარაკების გარეშე. პრეზიდენტის ვიზიტს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გამოეხმაურა. მისი განცხადებით ბიუჯეტში სანაპირო ზოლის გასამაგრებლად საჭირო თანხა გათვალისწინებულია და სამუშაოები მაისში დაიწყება. 2013 ბიუჯეტში გარემოს დაცვის დეპარტამენტის პროგრამით გათვალისწინებულია 3.200.000 ლარი და 350.000 კუბომეტრი უნდა ჩაიყაროს ზღვაში, იმისათვის რომ ნაპირი გამაგრდეს. დაახლოებით თუ არ ვცდები 150.000 არის აეროპორტის მიმდებარედ ჩასაყრელი და 200.000 ქობულეთსა და ბობოყვათში ერთად. სანაპიროზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელშიც მერიის სამსახურები და სამხედროებიც მონაწილეობენ.